მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია, იგივე MRI, თანამედროვე უმტკივნეულო და არაინვაზიური რადიოლოგიური კვლევის ყველაზე ინფორმატიული მეთოდია, რომელიც ორგანიზმის შიდა სტრუქტურების დეტალურ სამგანზომილებიან გამოსახულებას იძლევა. ის გამოიყენება დაავადებების გამოვლენის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მონიტორინგის მიზნით. მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია თანამედროვე მედიცინაში დიაგნოსტიკის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რაც ხელს უწყობს ზუსტ და დროულ მკურნალობას. რა არის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია და რატომ არის ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კვლევა თანამედროვე მედიცინაში? თემაზე სასაუბროთ სტუდიაში მოვიწვიოთ New Hospital's ექიმი, რადიოლოგი ნათია კბილაშვილი. მოგესალმებით ნათია. პრინციპში პირველი კითხვა კი დავსვი უკვე წარდგენაში, რა არის ეს კვლევა? მადლობა მოწვევისთვის. გეტყვით, მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია აღნიშნეთ, რომ არაინვაზიური რადიოლოგიური კვლევის ყველაზე ინფორმატიული მეთოდი არის, რომელიც ძლიერი მაგნიტური ველისა და რადიოტალღების საშუალებით შინაგანი ორგანოების დეტალურ სტრუქტურულ გამოსახულებას იძლევა. მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია ამ გამოსახულების მისაღებად იყენებს წყალბადის ატომებს, უბრალოდ კი მათ ბირთვში არსებულ პროტონებს და სწორედ წყალბადის ატომების განლაგებისაგან ინფორმაციის მიღებაზე არის დაფუძნებული ეს კვლევა. საინტერესო. იცით რა, იმიტომ რომ ადამიანის ორგანოში ყველაზე დიდი რაოდენობით წყალი არის წყალბადის ატომებით არის წარმოდგენილი და როდესაც ორგანიზმი თავსდება ძლიერ მაგნიტურ ველში, სხეულში არსებული ყველა წყალბადის ატომი თავსდება მაგნიტური ველის პარალელურად. შემდეგ მუშაობის პროცესში აპარატი აგზავნის ელექტრომაგნიტურ სიგნალს, რის ზემოქმედებითაც წყალბადის ატომები აღიგზნებიან და ამ სიგნალის გენერირებას ახდენენ. შემდეგ ხდება მიღებული ინფორმაციის კომპიუტერული მათემატიკური დამუშავება და გამოსახულების მიღება. მოკლედ, მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია საკმაოდ ზუსტი მეთოდი არის, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ დაავადებები აღმოვაჩინოთ საკმაოდ ადრეულ ეტაპზე, სანამ ის სიმპტომურად და კლინიკურად გამოვლინდება. ამიტომ ექიმები მას ძალიან ხშირად იყენებენ დაავადებების გამოვლენისთვის და მნიშვნელოვანი არის კი, რა თქმა უნდა და არა მარტო დიდი როლი აქვს მას დიაგნოსტიკაში, არამედ ეფექტური სწორი მკურნალობის დაგეგმვაში და მონიტორინგში არის უდიდესი მისი წვლილი. მე უნდა კითხოთ ცოტა ტიპებს უნდა შევეხო, არის გარკვეული სტერეოტიპები, რა საშიშია და არ ვიცი უსაფრთხო არ არის უსაფრთხო ხო არის. რამდენად გავრცელებულია. რამდენად უსაფრთხოა, რა გეტყვით, რომ მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიას არ აქვს სხეული დატვირთვა და ის გამოსახულების მისაღებად არ იყენებს მაიონიზირებელ გამოსხივებას, როგორც მაგალითად კომპიუტერული ტომოგრაფია და რენტგენი. ამიტომ არის აბსოლუტურად უსაფრთხო. შეიძლება ნებისმიერი ასაკის ადამიანებში, ახალშობილებში და ჩვილებშიც, რა თქმა უნდა, ვიყენებთ ორსულებში, განსაკუთრებით პირველი ტრიმესტრის შემდეგ უფრო ინტენსიურად და იმ ადამიანებში, რომელთაც ძალიან ხშირად სჭირდებათ ამ კვლევის გაკეთება, აი მონიტორინგის მიზნით. როგორ ვემზადებით კვლევისთვის? აქვს რამე კონკრეტული? კვლევას არა განსაკუთრებული სპეციალური მომზადება არ ჭირდება, გარდა იმ პაციენტებისა, რომელთაც სხეულში ჩანერგილი აქვთ პეისმეიკერი, გულის რითმის ხელოვნური მმართველი. ასეთ შემთხვევაში ადამიანი პაციენტი უკავშირდება თავის კარდიოლოგს, ხდება პეისმეიკერის გადართვა სპეციალურ MRI რეჟიმზე და შემდეგ ხდება კვლევა. და აქვე უნდა აღვნიშნო, თუმცა არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლისთვისაც მაგნიტურ რეზონანსული კვლევის ჩატარება არ შეიძლება, ესენი არიან ის პირები, რომელთაც სხეულში აქვთ მაგნიტთან არათავსებადი მეტალის უცხო სხეულები, რომლებიც არ არის თავსებადი მაგნიტთან, ისინი ძლიერ მაგნიტურობაში, რა თქმა უნდა, ვერ შევლენ და ამ კვლევას ვერ გაიკეთებენ. რა დროს არის რეკომენდებული? მე მაგალითად გულწრფელი რო ვიყო რაღაც დაავადებების მართვისას თუ გეგმიურ ჩეკაპებს ვცდილობ რომ მივეჩვიო და ასე შემდეგ. ხო, მიმაჩნია რომ მაგნიტურ რეზონანსული კვლევა არის ერთ-ერთი ის მეთოდი, რომელიც ბევრ რამეს სააშკაროზე გამოიტანს ხოლმე. როდის არის რეკომენდებული ამ კვლევის ჩატარება? ესე იგი, როგორც გითხარით, ძალიან დიდი არის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის შესაძლებლობები და მისი გამოყენების არეალი, რა თქმა უნდა, უფრო ფართო არის. აი, რაც თქვენ ახსენეთ, ჩეკაპები, მე მგონი ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც დავიწყეთ მთლიანი სხეულის მაგნიტურ რეზონანსული სკრინინგული კვლევები. და ეს მიზნად ისახავდა სწორედ იმ დაავადებების აღმოჩენას, რომელიც კლინიკურად გამოვლენილი არ იყო. და ყოფილა შემთხვევები, რომ აღმოგვიჩენია ძალიან მცირე ზომის პათოლოგიური კერები და დროულად აღმოჩენილი დაავადება კიდევ ეფექტური მკურნალობის საწინდარია მოგეხსენება. თული იყო ამ ჩეკაპების კულტურის დანერგვა და შემდეგ მე იცი წარსულში არ ვიგითხავდი მაგას. მე მგონია რომ დღესაც რთულია. აი რომ გითხრათ, ეხლა რომ ვიხსენებ, სხვათა შორის ძალიან
დიდი ნაკადი მოდიოდა და მოდის პაციენტების, ვინც აი ამ პროფილაქტიკურ კვლევებს იტარებს, სწორედ აი ამ ესეთი ფარული ინციდენტალური დაავადებების გამოსავლენად. დღესაც ძალიან ბევრი პაციენტი მოგმართავს აი ამ კვლევისათვის. და თქვენ მკითხეთ კიდე რა დროს არის რეკომენდებული, აი იცით არ არსებობს მე მგონი მედიცინაში დარგი მაგნიტურეზონანსული ტომოგრაფიის საჭიროება რომ არ იდგეს. დაწყებული ნევროლოგიი და თავისა და ზურგის ტვინის სტრუქტურული შეფასება ხდება. გარდა სტრუქტურული შეფასებისა, მაგალითად სპექტროსკოპიის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ქსოვილის ქიმიური შემადგენლობაც გავსაზღვროთ. ოქროს სტანდარტიერი ხერხებლებისა და დისკის თიაქრების კვლევისას. ხო, არის შეუძლებელი არის. როგორი ახლოა რაღაცა თითქოს ჩემს ძალიან მნიშვნელოვანი არის აბდომინალურ უროლოგიურ გინეკოლოგიურ პრაქტიკაში, იმიტომ რომ კვლევის ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს მოახდინოთ მუცლისა და მცირე მეჯის ღრუს ორგანოების დეტალური შეფასება. აი ნამდვილად ოქროს სტანდარტიერი სანაღვლე სადინრების შეფასებისთვის. ის გვაძლევს საშუალებას, რომ დეტალურად შევაფასოთ სანაღვლე სადინრები მთელ სიგრძეზე და თუ არის სანაღვლე სადინრების მექანიკური ბლოკი, დავადგინოთ ამ ბლოკის ლოკალიზაცია და ხასიათი. ნათლია, მე ერთს კითხავთ, არ ვიცი ხა ეს შედარება რამდენად ლოგიკურია, მაგრამ მე მაინც მიჩნდება განცდა, რომ მაგნიტორეზონანსულ კვლევებსაც აქვს თავისი აქ უფრო კარგია, აქ უფრო კარგია, აქ უკეთესია. ჰოსპიტალზე მინდა კითხოთ, თქვენთან ხორითი არის გამორჩეული, რატო უნდა გამახსენდეთ პირველი თქვენ? მე კი გამახსენდებით ალბათ უკვე, მაგრამ მაინც კონკურენცია ძალიან დიდი არის, ძალიან ბევრი აპარატი გზავს საქართველოში და რატომ მაინც ნიუ ჰოსპიტალსის რადიოლოგიური ცენტრი. გეტყვით, რომ ჩვენს რადიოლოგიურ ცენტრს აქვს ძალიან დიდი ტექნიკური საფუძველი. ჩვენი განყოფილება აღჭურვილი არის მაღალ ტექნოლოგიური, მაღალი გარჩევადობის აპარატები. ჩვენთან დგას 3 მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფი, 3 ტესლა სიმენსი მაგნეტომვი და 3 ტესლა ფილიპსი ინგენიელიშენი და ტესლა ნახევარი სიმენსი მაგნეტომესპრი, რომელიც გამოირჩევა ძალიან დიდი სიმძლავრით და რომლებიც ძალიან მოკლე დროში ვიზუალიზაციის უპრეცედენტო ხარისხს გვაძლევს. აი დრო ახსენეთ და შემდეგ ამასაც დაუბრუნდები აი მაგ კითხვაზე რომ ამოვწუროთ. და ეს ვიზუალიზაციის მაღალი ხარისხი და კარგი გამოსახულება კი სწორი დიაგნოზის საწინდარია. ჩვენს აპარატურას გააჩნია თავისუფალი სუნთქვის რეჟიმები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის მძიმე პაციენტებში, რომელთაც აი იცით რა არის აპარატების უმრავლესობას აქვს რეჟიმები, რომლებიც მაგალითად მუცლის ღრუს ორგანოების კვლევის დროს მოითხოვს სუნთქვის გაჩერებას. და ხშირად აი ეს მძიმე პაციენტებს უჭირთ ეს სუნთქვის გაჩერება და იძლევა სუნთქვის არტეფაქტები, რომლებიც რა თქმა უნდა გვიშლის ვიზუალიზაციაში და ხელი გვეშლება. ამიტომ ჩვენს აპარატებს აქვს ეს თავისუფალი სუნთქვის რეჟიმებით შეიძლება ჩავატაროთ ეს კვლევები, პაციენტს არ მოეთხოვება სუნთქვის გაჩერება და ხებულობთ გადასარევ ხარისხს. გარდა იმისა, პასუხების სანდოობას ეს უკვე განსაზღვრულია. კი, რა თქმა უნდა, ხო, იმიტომ რომ სუნთქვითი არტეფაქტები ზოგჯერ ძალიან გვიშლის ხელს. გარდა ამისა, ჩვენთან არ არის წონის შეზღუდვა. ჩვენს აპარატებს აქვს შესაძლებლობა, რომ გამოვიკვლიოთ ჭარბწონიანი პაციენტები 200 კილო მაგალითად. კიდევ რატომ ნიუ ჰოსპიტალზე? იმიტომ რომ ჩვენთან არის პაციენტის კომფორტზე მორგებული გარემო, ვენტილაციის გამართული სისტემა, ჩვენთან პაციენტს არ ექმნება უხაერობის შეგრძნება. გარდა ამისა, არის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები დაცული, რაც მნიშვნელოვანი არის. იქიდან გამომდინარე, რომ 3 აპარატი დგას, ეს მოლოდინის რეჟიმს ამცირებს და ჩვენთან მოსულ პაციენტებს არ უწევთ დიდხანს ლოდინი კვლევისთვის. და კიდე რაც აღნიშნავდი, მე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ერთ სივრცეში ხდება პაციენტის კომპლექსური მომსახურება. ანუ არა მარტო კვლევის ჩატარება და დიაგნოსტიკა, არამედ საჭიროების შემთხვევაში სხვა კლინიცისტების და სხვა პროფილის ექიმების. რამდენიმე წუთი გრჩება და მინდა რომ რამდენიმე კითხვაზე მოვასრულოთ პასუხი. პირველი მაინტერესებს მე რაც ადამიანების შემოხვედრია უმრავლესობას კი არა და ანუ ამ პრობლემით უმრავლესობას აქვს დახურული სივრცის რაღაც დისკომფორტი, აი შიში შეიძლება კლაუსტროფობია იყოს არ ნებისმიერ აი რამე ამარტივებს. კარგია რომ ეს შეკითხვა დამისვით, იმიტომ რომ ჩვენი აპარატები გამოირჩევა გენტრის ყველაზე ფართო გვირაბით და ამიტომ ჩვენთან მოსულ პაციენტებს, განსაკუთრებით კლაუსტროფობიან პაციენტებს აღარ ექნებათ დახურული სივრცის შეგრძნება და არ უჭირთ ამ კვლევის ძალიან წინ გადადგმული ბიჭი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი დადებითი მხარე არის ჩვენი აპარატების. აი რამდენ ხანში იღებს პაციენტი პასუხს, კვლევის პასუხს გულის? კვლევის პასუხი არის პირველი 24-48 სამუშაო საათებში, მაგრამ
მაგრამ ნუ თუ კი განსაკუთრებული შემთხვევები არის პაციენტის სურვილი ან მკურნალი ექიმის სურვილი არის, რა თქმა უნდა, შეგვიძლია უფრო ნაკლებ დროშიც გავცეთ ეს პასუხები. თორე სტანდარტულად პირველი 24-48 სამუშაო საათში გაიცემა პაზარი. პროფილაქტიკის და დაავადების დროულად აღმოჩენის კუთხით, როგორი რეკომენდაცია, თქვა, ამდენხანში ერთხელ შეიძლება ამ კვლევის ჩატარება? ძალიან ხშირი და მოკლე ინტერვალებით შეიძლება ამ კვლევის ჩატარება. რაოდენობით დასხებასთან არ გვაქვს. დიახ, რადგანაც გითხარით, რომ აბსოლუტურად არის უსაფრთხო და მაგნიტურეზონანსურ ტომოგრაფს აქვს საშუალება, რომ ძალიან მცირე ზომის კერების დიაგნოსტირება მოვახდინოთ და არა მარტო მათი ლოკალიზაციის დადგენა, შეგვიძლია შევისწავლოთ მისი ხასიათი, სტრუქტურა, ადგილობრივი შორეული გავრცელება. ამიტომ ძალიან დიდი რეკომენდაცია ეძლევა ამ კვლევის ამ მეთოდს პროფილაქტიკის მიზნით და გითხარით კიდევაც, რომ მართლა ძალიან ბევრი ადამიანი მოგმართავს ამ მიზნით და ყოფილა შემთხვევები, რომ ძალიან მცირე ზომის პათოლოგიური კერა აღმოგვიჩენია და ეს ადამიანი გადარჩენილა რა. ფაქტობრივად ხო გადარჩენის წინაპირობა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არის ეფექტური მკურნალობის წინაპირობა, რომ დროზე ხდება დაავადების აღმოცენა. ალბათ ბოლოსკენ რომ გავიდეთ კიდევ ერთხელ შეჯამებისკენ რეკომენდაციები დავასრულოთ და რატომ ვურჩევთ პაციენტებს ნიუ ჰოსპიტალში ამ კვლევის ჩატარებას. რატომ ვურჩევთ პაციენტს ნიუ ჰოსპიტალში? პირველი მოგახსენეთ ის, რომ გვაქვს ძლიერი ტექნიკური საფუძველი, რომ ჩვენი აპარატურა არის უმაღლესი თაობის მაღალ ტექნოლოგიური დიდი სიმძლავრის, რომლებიც უპრეცედენტო ვიზუალიზაციის უპრეცედენტო ხარისხს იძლევა. მეორე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მაგნიტურეზონანსული ტომოგრაფის გადაღება და კარგი ხარისხის მიღება ნახევარი საქმეა, მაგრამ მისი სწორი ინტერპრეტაცია და შეფასება ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და მინდა გითხრათ, რომ ნიუ ჰოსპიტალის რადიოლოგიური ცენტრი დაკომპლექტებული არის მაღალკვალიფიციური რადიოლოგებით. ცოტა უხერხულია ჩემგან ამის სახსენება, იმიტომ რომ მეც ამ გუნდის წევრი. მაგრამ ეს ნამდვილად ესე არის, გამოირჩევიან ცოდნის მაღალი დონით და რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენს სფეროში. და მესამე კიდევ ის, რომ როგორც მოგახსენეთ, ჩვენთან არის პაციენტზე მორგებული კომფორტული გარემო, სადაც დაცული არის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები და მოკლედ რომ ვთქვათ, ძლიერი ტექნიკური საფუძველი, სანდორადიოლოგი და პაციენტზე მოწყობილი კომფორტული გარემო არის ის, რაც ნიუ ჰოსპიტალში პაციენტებს სუსტადის, რაც ნებისმიერ პაციენტს სჭირდება. მე მგონი დიახ. ძალიან დიდი მადლობა. მე ერთ რამეს გეტყვით და ეს კომპლიმენტი მიიღეთ ჩემგან. აი ეს განწყობა და ღიმილი და ემოცია, რომელიც თქვენ გაქვთ, პირველია, რაც პაციენტებს გვჭირდება ხოლმე. და როცა კვლევაზე მიდიხარ და ესეთი განწყობით ხვდებიან, მე გინდა დახურულ გვირაბში შევიდე. გინდა ჩვენ ადამიანებს ძალიან კავშირი გვაქვს პაციენტებთან, იმიტომ რომ ჩვენ ძირითადად აი ესე წერთ დასკვნებს, ყავს ტექნიკური პერსონალი, რომელიც არანაკლები კეთილი განწყობა. ეს არის თავარი და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამის. ნებისმიერ რამეში რა განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მე ხშირად მოდიწყობ ჩვენთან გადაცემა. გაგეშდებით ნათია, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და პრინციპში ჩვენს მაყურებელსაც ამით უნდა დავემშვიდობოთ.